მოგესალმებით. ორმაგი სტანდარტების გამოყენება ევროკავშირისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის მოქმედების ნაწილი გახდა. ეს დაკვეთა და დავალება Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიისგან მოდის. ორმაგი სტანდარტების გამოყენებით ძალიან ადვილია მართვა. ამოსანაკი სწორედ ეს არის. რაც შეიძლება მეტი ქვეყნის მოსახლეობის მართვა, რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევის ფასად. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის მიზანი ერთია. საქართველოს ზუსტად ისე იმართებოდეს მათი მარიონეტების მიერ, როგორც იმართება მოლდოვა, უკრაინა ან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ამიტომ ხდება, რომ ერთი და იგივე კანონები ევროკავშირში მისაღები და დასაშვებია. საქართველოში კი ამ კანონების მიღება არ შეიძლება და ანტიდემოკრატიულია. თუ შევხედავთ ევროკავშირთან ბოლო პერიოდში არსებულ ურთიერთობას, Deep State-ისა და მათი მარიონეტების მიერ გავლებული წითელი ხაზი სწორედ იმ კანონების მიღებაზე გადის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს გააძლიერებს და წინააღმდეგობას გაუწევს Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის გავლენას. ავიღოთ მაგალითად ევროკავშირის წევრი ქვეყანაა გერმანია. გერმანიაში მოქმედებს კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებში კრძალავს სიძულვილის გაღვივებას, თავდასხმებს, შეურაცხყოფებს, ისეთი შინაარსის განცხადებების გაკეთებას, რომლითაც ზიანდება ადრესატის ღირსება. ამ სახის განცხადებები სოციალურ ქსელებში ბოლო წლების განმავლობაში უამრავი იყო საქართველოში. გავიხსენოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი. გავიხსენოთ ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი. სხვადასხვა კანონის მიღების პროცესები. რადიკალური ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მხრიდან იყო ყველანაირი სახის თავდასხმები პოლიტიკოსებსა და დეპუტატებზე. იყო საჯარო მოწოდებებიც და მუქარები მათი ოჯახის წევრებთან მიმართებით. იყო რადიკალი აქტივისტების მხრიდან სახლებში მივარდნები. იყო იმის მოწოდებას, რომ თურმე ტყვიაც კი არ უნდა დაეშურებინათ დეპუტატებისთვის. ამას აკეთებდნენ დასავლეთიდან და კერძოდ ევროკავშირიდან დაფინანსებული აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ამ ყველაფერმა იქამდე მიიყვანა საზოგადოება, რომ დაპირისპირება, რომელიც წესით პოლიტიკური სახის უნდა იყოს და პოლიტიკური დებატების ჩარჩოს არ უნდა სცდებოდეს, გავმეორდებით და ვიტყვით, რომ ოჯახის წევრებზე თავდასხმებსა და მათ დამცირებაში გადაიზარდა. ეს პროცესი სწორედ სოციალური ქსელებით იყო მართული და შემდეგ ამის შედეგი იყო საჯარო სივრცეებში საჯარო მოხელეებისა და დეპუტატების შეურაცხყოფები. არის ეს ის მოცემულობა, რაც დასაშვები უნდა იყოს? რა თქმა უნდა, არა. ამიტომაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კიდევ ერთხელ, ყველა ვისაც ჯარიმა გამოუწერეს, გამოირჩეოდა შეურაცხყოფითა და სიძულვილის გაღვივებით კონკრეტული პირების მიმართ და მათ განცხადებებში არაფერი იყო ისეთი, რასაც შეიძლება პოლიტიკური სახის კრიტიკა ერქვას. მაგრამ როგორ უნდა მართოს Deep State-მა, ანუ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ საქართველო თუ კი ასეთი კანონი ძალაში იქნება. ეს შეკითხვა ევროკრატებმა და ბრიუსელის ბიუროკრატიამ მიიღო და ამიტომაც არის ახლა კრიტიკა იმაზე, რომ თურმე ვიღაცებს Facebook-ზე დაწერილი პოსტების გამო დევნიან. იგივე ითქმის იმ პროცესზეც, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ახლავს თან. იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს პასუხი გაეცეს, იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულები გამოიძიონ, იმისთვის, რომ გაირკვეს თუ რა მოხდა 2008 წელს და მთლიანობაში რა დამანგრეველი შედეგები მოიტანა ნაციონალური მოძრაობის სისხლიანმა 9 წელმა, გამოძიება არის საჭირო. ას უკვე პატიმარმა რადიკალმა ოპოზიციონერებმა არ ისურვეს საგამოძიებო კომისიაზე მისვლა. ევროკავშირის ელჩი, ევროპარლამენტი, ევროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატია კი იმაზე საუბრობს, რომ თურმე ხაზარაძე, ორივე ჯაფარიძე, ვაშაძე, მელია, გვარამია და ოქრუაშვილი პოლიტპატიმრები არიან. ევროპული ქვეყნების საერთო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების უმეტესობას კანონიერი უფლება აქვთ გამოიძახონ მოწმე და მოითხოვონ დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით, პოლიციის თანხლებით, იძულების წესით სხდომაზე მიყვანით, სისხლის სამართლებრივი დევნით. შტატებში ვითარება კიდევ უფრო მკაცრია და კომიტეტის ან ქვეკომიტეტის საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა კიდევ უფრო მძიმედ ისჯება.
იგივე მიდგომა არის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან დაკავშირებითაც. ის, რაც დემოკრატიად ითვლება ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში და ევროკავშირის დონეზეც ცდილობენ უცხოური გავლენების გამოვლინებას, ევროკრატების აზრით თურმე საქართველოში ყოფილა ცუდი. ასეთია Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთა და სწორედ ამიტომ ხდება თავდასხმები საქართველოზე. ყველა ეს კანონი თუ ქმედება აძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს, სამაგიეროდ ასუსტებს გარე ძალების გავლენებს. ევროპული სტანდარტებისა და ორმაგი სტანდარტების შესახებ ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტი. საქართველოში ევროკავშირის ელჩი ბატონი ჰერჩინსკი და გერმანიის ელჩი ბატონი ფიშერი, ასევე ბრიუსელში ნაცნობისტი ევროპარლამენტარები თუ განსაკუთრებით ბალტიისპირელი საგარეო საქმეთა მინისტრები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო კრიტიკულ განცხადებას გააკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამჯერად მათი ერთიანად აღშფოთება და კოლონიალისტური მიდრეკილებებითა და ორმაგი სტანდარტით გაჟღენთილი კომენტარები საქართველოში მიმდინარე ორ სამართლებრივ პროცესს ეხება. პირველი, სახელმწიფოს რეაქციას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ პოსტებზე და მეორე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას. სოცქსელებში დაწერილი შეურაცხყოფისთვის კონკრეტული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გამოტანილ იქნა დადგენილება და ეს პირები დაჯარიმდნენ, ხოლო საგამოძიებო კომისიაზე დემონსტრაციული გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველას ვინც ხელებს ისვრის, მათი სანქციების ეშინია. ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რეჟიმზე ყველანაირად და აღარ ვთხოვოთ მათ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. არ დაბრუნდებიან ვინაიდან ეს რეჟიმი არის კრემლის გენების. ისინი ხალხს ატყუებენ ევროკავშირის მისწრაფებებზე, ჩვენ გვატყუებენ ევროპარლამენტსა და ევროკავშირში. ევროკავშირი მზადაა ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს. გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა კი სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. საით მიექანები საქართველო. რითაც ისევ და ისევ სცადა გაეკრიტიკებინა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღსრულებული სამართალი, რომელსაც სუვერენული ქვეყნის კოდექსი ითვალისწინებს და ასევე სოცქსელებში შეურაცხყოფის, ზიზღისა და ბულინგის კამპანიაზე კანონის აღსრულება. და რადგან ბატონი ფიშერი კითხვას სვამს, საით მიექანება საქართველო, ფაქტები შევახსენოთ, რომ საკუთარ დასმულ შეკითხვას თავადვე მარტივად გასცეს პასუხი. სოციალური ქსელების თემით დავიწყოთ და რადგან ბატონი ფიშერი გერმანელია, გერმანული პრაქტიკა ვნახოთ, რომელსაც ვრცელი საგამოძიებო სიუჟეტი მიუძღვნა ამერიკულმა CBS-მა. გადაცემა 60 წუთში. კადრში გერმანიის ერთ-ერთი კორპუსია, სადაც პოლიციელები დილის 6 საათზე რეიდს ატარებენ. 6 შეიარაღებული ოფიცერი ჩხრეკდა ეჭმიტანილის სახლს. შემდეგ კი მათ მისი ლეპტოპი და მობილური ტელეფონი ამოიღეს. პროკურორების თქმით, ეს ელექტრონული მოწყობილობები შესაძლოა დანაშაულის ჩასადენად იყო გამოყენებული. კერძოდ კი საუბარია ონლაინ სივრცეში გამოქვეყნებულ პოსტებზე. ამ ყველაფრის პარალელურად ავტორი გვეუბნება, რომ მთელი გერმანიის მასშტაბით კიდევ 50-ზე მეტი მსგავსი რეიდი განხორციელდა. პროკურორები განმარტავდნენ, რომ ეს იყო კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილი, რომლითაც გერმანიაში ონლაინ სიძულვილის ენის შეჩერებას ცდილობენ. გერმანიაში ჩვენ ასე ვამბობთ. დიახ, თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტის ან კომენტარის გამო და ადამიანები გაკვირვებულნი რჩებიან, იმით, რომ მართლაც უკანონოა ასეთი სიტყვების ინტერნეტში გამოქვეყნება. მათ არ მიაჩნიათ, რომ ეს არალეგალურია? არა, ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის მათი სიტყვის თავისუფლება და ჩვენ ვპასუხობთ, დიახ, თქვენ გაქვთ სიტყვის თავისუფლება, მაგრამ მასაც აქვს საზღვრები. და თუ გერმანიაში სიტყვის თავისუფლებასაც საზღვრები აქვს, ანუ ერთი ადამიანის სიტყვის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც ის მეორე ადამიანს შეურაცხყოფს, რატომ არის გასაკვირი გერმანიის ელჩისთვის ან სხვა ევრობიუროკრატებისთვის, როდესაც საქართველოში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ აი ამგვარ შეურაცხმყოფელ კომენტარებსა თუ პოსტებს სამართლებრივი შეფასება ეძლევა. მსგავსი შეურაცხმყოფელი კომენტარები თუ პოსტები ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სასჯელით ისჯება. ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, მსგავსი დანაშაული ხომ გერმანიაში ჯარიმას ან 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საფრანგეთში 15,000 ევროს ოდენობის ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას. იტალიაში ჯარიმას ან პატიმრობას. იგივე პრაქტიკაა ესპანეთში, საბერძნეთში, პოლონეთში, შვედეთში, ბელგიაში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვენიაში. გერმანელი პროკურორი საკმაოდ ნათლად ხსნის. ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტი დიდი ხნის განმავლობაში ირჩება. თუ ჩვენ ერთმანეთს პირისპირ ველაპარაკებით და შენ შემაგინე, მეც შეგაგინე. ამით ეს ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ თუ ინტერნეტში გამოიყენებ სიძულვილის ენას, ან პოლიტიკოს შეურაცხყოფ, ეს იქ სამუდამოდ რჩება. გაზიარების შემთხვევაშიც კი ეს ითვლება დანაშაულად. ჩვენთვის ეს ერთი და იგივეა.
საქართველოში კი თურმე მსგავსი Facebook პოსტები, სადაც კონკრეტული პირები პირდაპირ აგინებენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რასაც კრიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, თურმე სიტყვის თავისუფლების ნაწილი ყოფილა. მათზე სამართლებრივი რეაგირება კი 1937 წლის რეპრესიები. რეპრესიები 1937 წლის სტილში. არალეგიტიმური ხელისუფლების ძალის დემონსტრირება მოქალაქეების წინააღმდეგ სიტყვების გამო. არადა პროდასავლებად მოაქვთ თავი, რომ კითხო შინ ევროპისკენ უნდათ სვლა, მაგრამ ევროპული პრაქტიკა არ მოსწონთ. მათი ორმაგი სტანდარტი კომიკურია, ხოლო როდესაც ევრობიუროკრატია და ევროპელი ელჩებიც იმავეს ღაღადებენ, ეს კომედია აღარ არის. როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში აპროტესტებენ იმას, რასაც საკუთარ ქვეყნებში გმობენ, ტრაგედიაა და მსგავსი კამპანიებით თავადვე ეწებიან ანტიდასავლურ კამპანიას. აი, ასე ჟღერს და გამოიყურება ევროპული პრაქტიკა სოცქსელებში გამოქვეყნებული პოსტების შესახებ. ჩვენ მართლაც გვყავს სპეციალურად გამოყოფილი პოლიციის ოფიცრები, რომლებიც აქტიურად ამოწმებენ სოციალურ მედიას. მათი საქმეა მოძებნონ ასეთი მასალა, შემდეგ მოახდინონ იდენტიფიკაცია, დაპატიმრება და გადადგან სხვა შესაბამისი ნაბიჯები. ეს უკავშირდება კომენტარებს, რომლებიც თქვენ Facebook-ის ერთ-ერთ გვერდზე გააკეთეთ. ჩეშირის პოლიციამ დააკავა ქალი, რადგან მას სოციალურ მედიაში არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა. ადამიანმა სოციალურ ქსელში თქვენს მიერ გამოქვეყნებული პოსტის გამო შფოთვა განიცადა. სწორედ ამიტომ დაგაგავეთ. ახლა კი გადავხედოთ რამდენიმე კონკრეტულ ევროპულ ფაქტს და ქართულს შევადაროთ. მაგალითად, როდესაც კონკრეტული ჟურნალისტები სოციალურ ქსელში პირდაპირ აგინებენ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებს, მონას ეძახიან, იწონებენ და აზიარებენ მათ სახლებზე მიწერილ შეურაცხმყოფელ ტექსტებს, რითაც ახალისებენ ძალადობას და სიძულვილის ენას. როდესაც კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის წაშლილია ზღვარი, როდესაც ბილდსიტყვაობა მათი მხრიდან სიტყვის თავისუფლებას საღდება და ამას მხარს უბამენ ევრობიუროკრატები თუ ევროპელი ელჩები, მეტიც მსგავსი სიძულვილის ენის ავტორები ხშირად ის ადამიანები არიან, ვისაც ევროპული ფონდები აფინანსებენ, ეს თურმე საქართველოში ნორმა ყოფილა და მასზე რეაგირება დიქტატურის ნიშნები. მაგრამ არათუ გინება, არამედ სიტყვა იდიოტის წოდებაც კი საკმარისია სოცქსელში, რომ გერმანულმა სასამართლომ გაგასამართლოთ. მაგალითად, 64 წლის შტეფან ნიხოფი, გერმანიის შეიარაღებული ძალების ყოფილი სერჟანტი, პასუხისგებაში მისცეს მას შემდეგ, რაც მან პლატფორმა X-ზე გერმანიის ეკონომიკის მაშინდელ მინისტრს რობერტ ჰაბეკს პროფესიონალი იდიოტი უწოდა. ასევე გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამაკაცი დააჯარიმეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რადგან მან ჰაბეკზე ექსკრემენტების ემოჯი გამოიყენა. წინასაარჩევნო პერიოდში გერმანელმა გამომძიებელმა პოლიტიკოსების წინააღმდეგ სიძულვილის შემცველი პოსტების გამო ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში სახლები და ბინები გაჩხრიკეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აზრის თავისუფლებას თავისი საზღვრები აქვს, როგორც კი მასში ცილის წამება, შეურაცხყოფა და მუქარად ჩნდება. ყველას, ვინც სიძულვილის ენას აქვეყნებს, პოლიციასთან მოუწევს ანგარიშის გასწორება. გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად ვიგებთ, რომ პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის ადამიანებს არაერთხელ უწევთ ჯარიმების გადახდა. ჰანოვერში 2 ადამიანი უკვე გაასამართლეს. 70 წლის მამაკაც სოციალურ ქსელში ოლაფ შოლცის შეურაცხყოფისა და მის მიმართ ძალადობისკენ მოწოდებისთვის 1650 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. მამაკაცმა შოლცს კორუმპირებული ზურგჩანთა უწოდა. ასევე დააჯარიმეს მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოქს, რომელიც მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, სოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი უწოდა. ასე რომ ევრობიუროკრატიას და ელჩებს, რომლებიც საქართველოს აკრიტიკებენ იმ პრაქტიკის გამო, რაც ევროპაში თავად აქვთ, განსაკუთრებით კი ბატონ პეტერ ფიშერს, რომელიც ნიშნის მოგებით სვამს კითხვას საით მიექანება საქართველო, შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ საქართველო ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების მიმართულებით მიდის, მაგრამ მოდით, სხვა ქვეყნების პრაქტიკები მაინც ვნახოთ. ფრანც 24 ამბობს, რომ ფრანკალს Facebook-ზე მაკრონის შეურაცხყოფისთვის 12000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან სოცქსელში მაკრონს სიბინძურე უწოდა. ეს სიბინძურე 13 საათზე მოგმართავთ, ამ სიბინძურეს ყოველთვის ტელევიზიით ხედავთ. საქართველოში გინება სოცქსელებში სიტყვის თავისუფლება ყოფილა, მაგრამ მაგალითად იტალიაში სოცქსელებში თანამდებობის პირების მიმართ სიმაღლეზე დაწერილი ხუმრობაც კი დანაშაულად ითვლება. გარდიანი იუწყება, რომ იტალიელ ჟურნალისტს ჯორჯია მელონის სიმაღლეზე ხუმრობისთვის 5000 ევროს გადახდა დააკისრეს. საქართველოში კი ოპოზიციონერ პროპაგანდისტებს, როდესაც სოცქსელში გინების გამო ჯარიმდებიან, ეს ფაქტი არაევროპულად და დიქტატურად სურს წარმოაჩინონ. ისევ იტალიის მაგალითზე, იტალიელი მწერალი რობერტო სავიანო დამნაშავედ სცნეს პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეურაცხყოფისთვის და 1000 ევროიანი ჯარიმა დააკისრეს. მან მელონის მიგრაციის პოლიტიკის გამო ნაძირალა უწოდა.
მაგრამ თუ საქმე ქართველ მწერლად წოდებულ ოპო აქტივისტ პაატა შამუგიას ეხება, რომელიც შეურაცხყოფელ გზავნილებს აჟღერებს Facebook-ზე თანამდებობის პირის მიმართ და ამას რეაგირება მოჰყვება, ეს თურმე კულტურის წარმომადგენლის დევნა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ყოფილა. რუსეთში გასულ წელს 400 ადამიანი დააკავეს სოციალურ მედიაში დაწერილი სიტყვების გამო. როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი დააკავეს ბრიტანეთში წელს ან გასულ წელს სოციალურ მედიაში დაწერილი ტექსტის გამო? 3300. კადრში ხედავთ მაქსი ალენს და როზალინ ლევინს, რომლებიც 9 წლის ქალიშვილის თვალწინ 6-მა პოლიციელმა დააკავა და 11 საათის განმავლობაში საკანში გამოკეტა, რადგან ისინი ელექტრონული პოსტითა და WhatsApp ჯგუფში ქალიშვილის სკოლის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. მამაკაც, რომელმაც ლეიბორისტული პარტიის პარლამენტარ სტელა კრიზის Twitter-ზე შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა, 18 კვირით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოში კი ოპოზიციონერმა აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ერთგვარ ნორმადაც კი აქციეს პოლიტიკური ოპონენტების მობილურის ნომრების გასაჯაროვება და ამ ფორმით მათზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელება. თუმცა როგორც ვახსენეთ, საქართველო ნამდვილ ევროპულ სტანდარტს ამკვიდრებს და მსგავსი ფაქტების რეგულაცია ევროპული გამოცდილებით მოხდება. ასე რომ სოციალებში გამოქვეყნებული პოსტების მონიტორინგი და შეურაცხმყოფელ პოსტებზე სამართალდამცავების რეაგირება ქართული ნოუ-ჰაუ კი არა, არამედ ევროპული პრაქტიკაა და იგივე ეხება საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტსაც, რომელიც როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში სისხლის სამართლის დანაშაულია. როდესაც საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დემონსტრაციულად განაცხადეს უარი საგამოძიებო კომისიაზე დაკითხვაზე მისვლისგან და შესაბამისი განაჩენიც დადგა, ევრობიუროკრატებმა თუ ქვეყანაში მყოფმა ევროპული ქვეყნების ელჩებმა ერთიანად დაიწყეს ხელისუფლებაზე თავდასხმის კამპანია. თითქოს საქართველოში დიქტატურა დამყარდა და პოლიტიკური დევნაა. მაგრამ რას იზამდნენ ევროპული ქვეყნები იდენტურ შემთხვევაში? რას ითვალისწინებს მათი კანონმდებლობა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში? საფრანგეთში ჯარიმა და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. იტალიაში ჯარიმა ან საპატიმრო სასჯელი. ესპანეთში ჯარიმა ან პატიმრობა. გერმანიაში ჯარიმა ან კომისიის ხდომაზე მოწმის იძულების წესით მიყვანა. სიცხადისთვის ერთი კონკრეტული პოლონური ფაქტიც ვნახოთ. პოლონური, რადგან ევროკავშირის ელჩი ბატონი ჰერჩინსკი თავადაც პოლონელია და რატომღაც ძალიან და თან დემონსტრაციულად უყვირს და აკრიტიკებს საქართველოს, რადგან აქ დააკავეს ის პოლიტიკოსები, ვინც საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ. ეს კაცი ზბიგნევ ზიობრო, პოლონეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრია, რომელიც სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს. ზიობრომ ტელევიზიაში თქვა, რომ კომისიის წინაშე არასოდეს გამოცხადდება და ამტკიცებდა, რომ ეს ორგანო არალეგალური იყო საკონსტიტუციო ტრიბუნალის განჩინებით. Zbigniewa Ziobro za ponowne ბატონ ზიობრთან მისი შესაძლო არ ყოფნის შემთხვევაში კომისიას შეეძლოს ოლქის სასამართლოს მიმართოს იძულებითი მიყვანის თაობაზე, ისე როგორც ეს უკვე მომხდარა სხვა მოწმეების შემთხვევაში. სხვათა შორის, ხვალ სწორედ ამასთან გვექნება საქმე. ზუსტად ასე მოვიქცევით ბატონი ზიობრის შემთხვევაშიც, რადგან დაუშვებელია ის, რომ პოლიტიკოსი, რომელიც საჯარო სივრცეში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ აირიდოს კომისიაში მონაწილეობა. შემდეგ კი მოხდა ის, რომ პოლიციამ ბატონი ზიობრო მისი ნების საწინააღმდეგოდ კომისიაზე მიიყვანა. კომისიამ კი მის მოსმენაზე უარი განაცხადა დაუსაბუთებელი დაგვიანების გამო და ზიობროსთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს. ასე რომ, როგორც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ისე სოციალურ მედიაში შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის დამდგარი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის განაჩენები იმეორებს ევროპულ პრაქტიკას და როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები თუ აქტივისტები ცდილობენ მის რეპრესიად წარმოჩენას, მხოლოდ სპეკულაციებია. აი, როდესაც იმავეს ევრობიუროკრატები და ელჩები იმეორებენ ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა. სინამდვილეში სწორედ ისინი უთხრიან ძირს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართველ ხალხს არც ინტელექტი ყოფნის და არც გამოცდილება გაარჩიოს პროპაგანდა რეალობისგან. რატომღაც ეს ევროპელი პოლიტიკოსები საკუთარი ქმედებებით იმეორებენ ჟოზეფ ბორელისეულ განმარტებას, რომელმაც ერთხელ აღნიშნა. Yes, Europe is a garden. ევროპა ბაღია. ჩვენ ავაშენეთ ბაღი, სადაც ყველაფერი მუშაობს. ეს არის პოლიტიკური თავისუფლების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და სოციალური თანხმობის საუკეთესო კომბინაცია, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია. ეს გახლავთ სწორედ აღნიშნული სამი რამ ერთად. ხოლო დანარჩენ მსოფლიოზე ვერ ვიტყვით, რომ ბაღია. მსოფლიოს უმეტესობა ჯუნგლებია.
და დიახ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ანგაჟირებულ ევრობიუროკრატებს და ზოგიერთ ელჩს საქართველოს ჯუნგლებად მიაჩნია, რომელსაც არ აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, აღასრულოს კანონი და დანერგოს ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტი. ის, რაც დასაშვებია და დასაცავია კანონის ძალით ევროპაში, რეპრესიად რაცხავენ საქართველოში, რადგან მათ ცნობიერებაში როგორც ჩანს საქართველო ის ჯუნგლებია, რაზეც ბორელი საუბრობდა. და სწორედ ეს არის ის უსამართლო და ორმაგი სტანდარტით გაჯერებული მიდგომა, რაც აზიანებს ურთიერთობებს, რამაც სინამდვილეში გამოიწვია ევროკავშირისადმი ნდობის შემცირება, რაზეც თავად ევრობარომეტრის გამოკითხვაც მეტყველებდა. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთების შესრულების შედეგად დღეს ევროკავშირი და ევროპა ყოფილ ევროპად არის ქცეული, სადაც ყველა კანონი და სტანდარტი მოქმედებს იმ დაკვეთების შესაბამისად, რომელიც ისევ Deep State-ისგან მოდის. ამიტომ ხდება, რომ ერთი და იგივე კანონები ევროპის ქვეყნებისთვის კარგია და საქართველოსთვის ცუდი. ამიტომ ხდება, რომ ერთსა და იმავე კანონებს ევროპის ქვეყნები აღასრულებენ. საქართველოში კი ამ კანონების მიღებას ეწინააღმდეგებიან. ეს არის ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი და სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების შედეგია ევროპის მიმართ მზარდი ნიჰილიზმი, ევროპული კანონმდებლობის დაღმასვლა, ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტების მოშლა და სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკული არარსებობა ევროპის ქვეყნებში. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.